როდესაც მაგ შემთხვევაში მაგ საკითხზე ბოროტის სიტყვები მითხრეს დია და ნათელს სულზე ისე ბოროტად შეუბრუნდათ იმ საცოდავებს რომ აი რა დროში ჩავარდე როგორ შეიძლება თუნდაც იმ კუთხით არ შეიძლება შვილო რომ მიცვალებულზე საერთოდ ცუდის ხმა არ შეიძლება ხო და ახლა შეიძლება თუ რამე სიტყვი ხო რაღაცა ისე უნდა თქვა რომ არა განკითხვითო და ესე ბერები ხანდახან იტყოდნენ ხოლმე არამედ იმისათვის ვამბობ რომ ეს თვითონ ჩვენ რაღაცა მივიღოთ თორე იმ ადამიანებს არ განვიკითხავთ ჩვენ მიცვალებულს თუ რამე აქვს ისა არ განვიკითხავთ რამე ჭკუის სასწავლებელად ლაპარაკობთ ხოლმე და იმ ადამიანებს კიდე მიცვალებულებზე თუ რამეს ისე ვამბობთ და ჭრილი ადგება ჩვენი სიტყვით ხო შემდობას ვითხოვთ და პატიებას ვითხოვთ და ხოლო ახლა როცა არ იცი კაცო როცა არ იცი ადამიანი და ამდენი სასწაულები ხდება და ნახევარი ეკლესია რომ დადებითად იხსენებს და წმინდანად აღიარებს რა მოხდა რომ შენ წმინდანად აღიარო და ლოცილო ამდენ ძუდი არ თქვა ბოლოს და მაშინ ნუარი იქაც საერთოდ ამოიღონ სასაფლაოდან უშვებენ იქ ხალხს აკრძალონ მაშინ ხო თუ ასეა ხო არ ვერ აკრძალავენ ამიტომ მაგენი თვითონ თავის თავს უშავებენ და აშავებენ და კეთილი ვერაა მათი ეს მოქმედება ნამდვილად მათვისვე ხო შვილო აბა ქრისტე ახლა იმას დაუშვებ და რომ ასეთი რამე ესწავლებია ჩვენთვის მოძღვარს არეუშა შვილო ყველა სიუნდოს ღმერთმა ჩავთვალოთ რომ ეშლებათ მათ და რაღაცა ვითომ პრინციპებზე ადგანან და რაღაცა და სინამდვილეში კიდე რა ვიცი რა ემართებათ ღმერთმა შეუნდოთ ღმერთმა აპატიოთ და ღმერთმა აუხილოთ სულიერი თვალი რომ ამ კარგი გაარკვიო კეთილი და ბოროტი ქრისტე ზუსტად მასე გვეუბნება რომ მოძღვარს შენ დაემორჩილე როცა ის წერილით მოქმედებს და წერილით მეტყველებსო და თუ ის რაღაცა მას ესთომა მოძდის იმ წმინდა წერილის მიმართ და სულიერების საკითხში მაშინ დაემორჩილებიო გვეუბნება ქრისტე ასე რომ ახლა მამა გაბრიელის მიმართ რა იციან იმას ვინა მამა გაბრიელი და რა არის მე მიყვარს ადამიანი პატივცემას და პატივს მივაგებ როგორც მინდას და მის საფლავზე ანთებულ კანდელს და იმ ზეთს ვღებულობ როგორც ის მინდეს და ეს ხო ისეთი საქმეა რომ აქ ვისა აქვს ვინა ისეთი წმინდა რომ იმაში ხედავდეს ან ნათელს ან ბოროტს ეს ყველაფერი მსხვავდება საქმით სასწაულები ხდება არ იციან პატარა ბავშვები რომ იყურნებიან მისი ზეთის წაცხებით რა იმათ მე ასე მითხრეს იქ მისმა მოწინააღმდეგეებმა რომ ესაო არისო ისაო განწყობაო რომ ადამიანის ფსიქიკა ასეთიო რომ რა განწყობითაც მიიღებს ცუდითაც წამალის რომ მიიღო ხო კეთილი განწყობით ის კეთილად იმოქმედებსო და ეხლა ჩვილი ბავშვები განკურნებულან რომლებსაც არანაირი განწყობა არ აქვთ ამის მიმართ და აზი არ არიან ექიმებისგან გადადებული იყვნენ ბავშვები და აი მოსხეს ცხეს მშობლებმა და მშობლების განწყობამ როგორ მოახერხა ისე რომ ადამიანი ჩვილი ბავშვი სიკვდილს გამოგვიჭეს ხო როგორ შეიძლება განწყობაზე და რაიმე ფსიქოლოგიურზე და ჰიპნოზზე და სხვაზე მოქმედებაზე ლაპარაკი ეს არის ფაქტი და რეალობა გაჩერდი ახლა რაც უნდა ამას ლაპარაკი როცა უნდათ ირწმუნონ რაც უნდათ ირწმუნებენ და რაც არ უნდათ ირწმუნონ იესო ქრისტე რომ გამოეცხადოთ მაგდალოს შვილებს ხელმეორე ჯვარზე გააკრავენ ასეთი ხალხი